Male. Კარგი იყო ძალიან. არა, ის იმას ქმარი მოუგდა და არც ერთ დამაგრებით არა, საერთოდ ამაგრების არც. აბა ისა ხმის დაწება არ შეიძლება? ხმაც რო გამოჩნდეს რომელი კარგია, ბავშვებს უხდის და კოგნიტურუნარებს და ასევე უასთან ძალიან მოშორა ხმარება და სამხარებაში ეს დაბადებია. აი შეიძლება თან ძალიან ერთი ხაზი ხმარება შეგიძლია აი არის მასშტაბებს უყვარს ძალიან. მასშტაბებს მე ვერ ვიხდები რომ გამოვაყენო და დავდივარ აქეთ იქით. ის იმას უძამის, ის იმას ასაკში არ მეცნობრად უყურებდი და არა, აი დიდები 50-დან უჭირდა. ერთი ვაკეში ერთი ქარა, ბილია სკოლებში. მე ოჯახს უნდა მუსიკა. ფრანგები არის. მაგრამ ხო გამერცხლება და კომუნიკაციის უნარი თუ გაქვს და გიყვარს. ეგ არის დიდი ბედნიერება რომ გიყვარდა ისეთიეს რა აკეთებ. ეგ არის მეორეა. არა, გასაგებია, მაგრამ მე მიყვარს უფრო კიდე ისწავლება. ანუ მე თვითონ რომ ჯერ ვაფავე, აი გასაგებია. ჩონიკე ახლა დავიწყო ახლიდან? დავიწყებ. აჰა. ესა მიხარია. აი ეხლა რაია, იმიტომ რომ ბავშვებთან დამანათა დაუკრა ეხლა და მოუწევია. აუ დაუკრათ რა კიდე. ძალიან საინტერესო გარეგნობა აქვს ამ ქალბატონს. მარიამ ავალიშვილი ჭავჭავაძეს და დავიწყოთ. დავიდეთ. მალე დედიკო, მალე წავართ. მოსლონდა ჩავწერა ეზარაშვილი. თამა. ხორუმია, კი, ძალიან ჭკვიანია. მაგრამ მაგისტრატურა არ გავყოლია. იმერე ძალიან დავაფასე, ჩაქავი სხვაგან დავამთავრე, მაგრამ მაგარია ინოტები რა. კიდე ერთი გოგოდა 4 შვილი კარგია. ამას აქვს ძალიან საინტერესო გარეგნობა ამ ქალბატონს. აბა ქართულად რო ლაპარაკობ. ქართულს გავხარჯოდნა. დავიწყოთ? დავუკრათ რამე? დავუკრათ რამე რა, ძალიან საინტერესო.
თქვენ ძალიან კარგად უკრავთ. ის პროფესიონალია. ხო, და ძალიან მომეწონა. დაუკარი მიდით. ეხლა ამ წიწბოლში ცოტა დაუწია. ესეც ძალიან საინტერესოა. შეიძლება სიმღერაც მოგვინდეს და ძალიან ჭიხვინობს და აი ეს ქალბატონი ძალიან საინტერესოა. და ესეც ხოთიშორის. არა, ხმაზე არ არის კიდე. ვერ არის. ამას ოლბერ გერმანული გვარი აქვს. რა დედიკო? დაბალის მაღალი. აი ყველაზე ლამაზი გოგო ეს არის. ქალია დედიკო, ესეც ქალია. ამიტომ ბევრს ვერაფერს მოგჩერაზე. ეს წიგნი ისე მომეწონა, რომ ჩემს მაყურებელს გავაცანი. ეხლა ვათვალიერებინებ ჩემს მაყურებელს. ისე მომეწონა ეს წიგნი, კი? ძალიან კაი. ხო, ქართველი ქალების სილამაზე გამოყენებულია წიგნი. ხო. და მე როშეროშიც არ არის შეყვანილი. ბოლომდე შეიძლება ბოლოშია? არა. იქნება სახში. შედიხარ რა დერეპაში აი როგორც მე ხო აიგავდა ჯერ გამიკვირდა რა ვიცი მე ამერიკაში ვიღაცა ისე უკრაინელი წარმოშობით და მარიყავდა ვინ ეგეცავა ესეც საინტერესოა. და დაუკარი ხელები დედიკო იქით გადადი რა. ესეც საინტერესო გარეგნობის არის ძალიან. შენ უკრავ მე მეუბნება საქართველოში მოხარი ყველა მეც რამდენჯერ მასე მithქია. ყველა მღერის, ყველა უკრავს, ყველა ცეკვავს. ესეც ძალიან იმედი ხალხია. ესეც დედიკო რა. ხელები გაუშვი იქით გადი, იქით გადი. აი ეს ქალბატონი საინტერესო გარეგნობის არის და ესეც ხოთიშორის. და იცი როგორ გასწრე, აი ხორუმის ილებს და ხორუმსაც ეკვამი, ხო იცი ჩამუკრავენ და აბიგებიან ჩამუკრავენ. კოპროკაიცინია რა ქვია ლიკას. ის ახალი ნახატია თუ ბავშვები. არა, ბავშვობით მოვანებას არ გაყვა. მე მაყურ ბავშვები. ღერის კარგად ლიკა. მასაც აკვა, მაგრამ არ უყარავს. ვერ უყარავს. მასაც აკავდა თან. ცეკვა. აი ხა მე შეგაჩვენეთ. ეს ქალბატონი საინტერესოა. არის ზოგი ცეკვა. კი, ბაგრატიონი ძალიან საინტერესო იყო თორნიკე. ესეც მიყვარს ძალიან. შვიათად უფრო რომ ერთი გაგანვითარებული რა. ერთი ნიკი. არა, მე მაგალითად არ მიყვარს. ესე აი ბევრი რა. აი ზოგი ეს გაშუქდა როგორ უხდებათ. ესეც. ოქროს медаლი ჩამოიტანა ამერიკიდან. ჯეირანი. დაჩვენებთ აბას ჯეირანი. მე შევუკე. საყვარელია ეს ძალიან. რთული ცეკვა. ნაზარიშვილი ასათიანი. კარგად ცეკვავს ლიკა და ნაზარ. ნაზი ხმა აქ ესეთი მე მოისმენია. კონცერტებზე დავდიოდით ხოლმე ვაკისპა. მე ვერ ამავე. შენ დადიოდი? მე და დამანაბრე. ამ ჯეირას მაგაში ცეკვავდა ეს ხო? ჯეირანის კაბა. ახლა ეხლა მე შევკერეო. ჩემი შეგერე. დედა რა მაგარია. აუ, მე ვნახე ეს კი. ამერიკაში სტერავში კი. ეს არის შედევრი. მე მაგას საქართველოს კაბებს. საინტერესო. მეც ჩავიცი დაჟე. რომელი რა საქართველოს კაბებსაც კერავ. საქართველოს მაგრამ ჩადებული მაქვს. არა, ეს არის შემოდგენებში მაქვს ისინი ჩადებული. Siehst du das schöne ამას Kleid? არ არის შედევრი. Schau mal, da sind Steine drauf. Komm mal her. და ამას თავზია. Komm mal rüber. ხო და ასე იგი რო გამოვიდა დარბაზში ხო ვიდეო ჩამოვიდა ლიკასიაში და რო გამოვიდა დარბაზში დარბაზი აშით დაინგრა თამილა აი ისეთ ამომიდგენ. ამას ცოტა მონღოლური თვალები აქვს. ხო, ეგ ხო. იმიტომ რომ იტოა ლუი, იმიტომ აწერია ლეი თუ რაღაცა ნახეთ. არის? ეგ არის? კი, კი, მაგრამ აი ეს მომენტები საიდან გამოხედვა, ეს ნახატია და რაღაცნაირი ფოტოებია, იცი, აი თითქოს ნახატებს გავს. ესე გაუკეთე და
იმის მიხედვით აი ესეც ვინ არის ალექსანდრა დიდებელი ძვირი დაგიჯდებაო ლივ ტეილორს გავს ხო ვანან ხო დინა დურბინი რაღაცა ისეთი ой აი იქით რა და აქ ალბათ ისინი წერია ისტორიები ეთქვა ამ ხალები კი აქ ისტორიები წერია მე ვიცი რა უკეთესი გამოვიდეთ. იმისი კაბა მასწავლებლის კაბა აი წელი აქ ჰქონდა მიკას და იმით უნდა ეცეყვა ვერ გამოიღებდა ოქროს მეტალს იქიდან და ეს რო შეუპირა მასწავლებელი რა გამხდარია ხედავ და როგორ თინათინ შხეიძე ეს უფრო ახლინდა ეს ეხლანდელი არა კაბა ძველი სურათები უფრო აი ესეთი შეიძლება ამაზე რაღაცა რა ყველა მეგრელები კაბაც შეიძლება ეს აშკარად ქართველი არ არის პლანეტში სუფო ყანჩაველი მაგრამ ჩინელს უფრო გავს კი კორეელს და რაღაც მართალია ესენი კორეელს გავს მართალია ამაში უფრო ძვირი აი ეს გავს ქართველს ხო ქართველის აი ერთადერთი ქალი ვნახე ხამწიკში რომელიც მართლა ქართველს გავს იერსახით რა Wenn du so groß bist, du wirst bestimmt zu groß, dann kannst du ესეც სანამაზი ეხლა გოგო მე მაბუა ბებია ქალი ბაბუები ბებიები ყველა გურულები წმინდა სისხლის გურულია მაგრამ გერმანულმა სისხლმა მაინც სადღაც რო გაერია ცოტა სხვანაირი სახელმწიფო და ქართველ რუსეთშიც მე საზოგადოებაც უმდიო ქართველი ვარ ყველაზე უყვარს ქართველებს გონიათ შავები უნდა იყვნენ ცოტა რაღაც გრუბები რაღაც უფრო სლავური გარეგნობა გაქონდა უნებია იდრე ქართველი და სუფთა ქართველი არანაირი დიზაინი ცეკა ცეკა ზუსტად ისეთი რა ორნამენტიკა ზუსტად დამწვევ ორნამენტი ბელამირი მსახიობები არ ყავს კი ყავს მომღერლები მსახიობები ой კავკალიაში მაგრამ იცი რა არის მე მაინც რამდენიმე ვნახე მარტო რომელიც მოგეწევია ბავშვი საზმერო წაიყვანო დაბადების საზმე ზეინზე ხო ამისი ტოლი ისინიც ამაქვს აი ზუსტად ამას რო ექნება კაბები ხო ой და გაიტრანჭება იცი რა გავაკეთოთ არ გინდა ერთი საზმე გავაკეთოთ პოდიუმი პოდიუმი თუ გამოფენა პოდიუმი აი 21 მარტს 23 მარტამდე ცივა არა ცივა მაინც ცივა მაშინ არა აპრილში აი როცა ცხელა რო ბავშვებს არ შესწირდეთ უნდა გახადო ჩააცვა ეს და რაღაცა და ეს ამაში ბავშვებს შესწიროთ ეხლა ცივა ანუ ზაფხულში უფრო გარე აი ამისი ტოლი კაბები მაქვს კიდე ბიჭების არაფერი ხო გოგოების ბიჭებს აიდან გექნება ხო ბიჭებისა შარვალა და კოსტუმი ლუკაც ეყვარდა არა ლუკას არ უნდა ცეკვა რა შემიყვანა და არ უნდა აი მე ჩემ ლუკას კი რაც ეკვეთ მაგრამ შენ კონე დიდი გულით უნდა 9 წელია რა ძალიან ლამაზი გარეგნობა აქ ამ ხალბატონს და ამასაც აი ეს ორი ხალბატონი ძალიან ლამაზი თამაშობს ეხლა და დარბაზში და მეც ლამაზი ვარ აი ნახეთ რა ლამაზი ვარ ერთ-ერთი მე ვარ ამათგანი მოკლედ დაგემშვიდობებით ახლა მეგობრებო და გამომიგზავნოთ ლამაზი ქალბატონების სურათები რომ მეც მინდა წიგნი გამოვუშვებ ლამაზ ქართველ ქალბატონებზე ახლა გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ გისურვებთ საუკეთესო დღეს